დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ტოტალური სავაჭრო ომი გამოუცხადა. აშშ ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა განმარტა, რომ მარტო ცალკეულ ქვეყნებზე ტარიფების დაწესებას აზრი არ ექნებოდა. ეს შესაძლებას გახდიდა სატარიფო შეზღუდვების გვერდის ავლას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ექნებოდათ დაბალი ტარიფები შეერთებულ შტატებთან ვაჭრობაზე. ტრამპმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს თავისი გეგმიდან გადახრის მიზეზს, ნავთობის ფასები ეცემა. საპროცენტო განაკვეთები კლებულობს, არ არის ინფლაცია და ტარიფების წყალობით მილიარდობით დოლარი შემოდის აშშ ბიუჯეტში. მოვლენების განვითარების სამი შესაძლო სცენარი არსებობს. პირველი სცენარი. ტარიფების გაუქმება. ტრამპი არბილებს პოლიტიკას და დებს გარიგებებს სხვა ქვეყნების ლიდერებთან, ამცირებს ტარიფებს გლობალური ეკონომიკური რეცესიის თავიდან ასაცილებლად. ამ სცენარს მხარს უჭერს საინვესტიციო ბანკის JP Morgan Chase-ის ხელმძღვანელის ჯეიმი დეიმონის განცხადება, რომელშიც ის ხაზს უსვამს გლობალური ეკონომიკური რეცესიის რისკებს, ამერიკული ბიზნესის არალს და შიდა ბაზარზე ფასების ზრდას. სხვა მსხვილი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-ი აფასებს რეცესიის რისკს 45%-ით. ტრამპი ასევე იმყოფება ზეწოლის ქვეშ, აშშ რიგითი მოქალაქეების მხრიდან. ქვეყნის მრავალ ქალაქში ათასობით ადამიანი დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ დემონსტრაციებს მართავენ. თუ ტრამპი დათმობს ზეწოლას, ეს ნიშნავს დაბრუნებას საერთაშორისო ვაჭრობის ძველ სისტემაში გარკვეული კორექტირებით. მეორე სცენარი. გლობალური ეკონომიკური რეცესია. ტრამპი ინარჩუნებს მტკიცე პოზიციას ტოტალურ სავაჭრო ომში. გლობალური ეკონომიკა რეცესიაში შედის. ნავთობის ფასები ეცემა. მთავარი დარტყმა დიდი სამხრეთის ქვეყნებზე მოდის. აზიის საფონდო ბირჟები უკვე აჩვენებენ ინდექსის კრების ისეთ დონეებს, რაც არ ყოფილა 1997 წლის შემდეგ. ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ეკონომიკა ორიენტირებულია ექსპორტზე, აშშსა და ევროპაში. ეს ქვეყნები ვერ ანაზღაურებენ ამერიკული ბაზრის დანაკარგს. აზიის ქვეყნებში მოსალოდნელია წარმოების მკვეთრი ვარდნა, უმუშევრობის ზრდა და სოციალური არასტაბილურობა. რუსეთი, რომელიც ეკონომიკურად არის დამოკიდებული ჩინეთზე და ნავთობის ფასებზე, ასევე დაზარალდება. რუსული ნავთობი ჟუალს უკვე დაეცა $42 ბარელზე და აგრძელებს ვარდნას. აშშ-თვის ტოტალური სავაჭრო ომი გამოიწვევს სამხმარებლო საქონელზე ფასების ზრდას. ამერიკულ საფონდო ბირჟებზე აქციების დაცემამ უკვე გამოიწვია დაახლოებით $11 ტრილიონი ზარალი. ამავდროულად ამერიკული წარმოება იმპორტის ჩანაცვლებით მოგებაში იქნება. ტოტალურმა სავაჭრო ომმა შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიოში დაძაბულობის ზრდა, ახალი გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ომები. ტაივანის გამო აშშ-სა და ჩინეთს შორის სამხედრო კონფლიქტი შესაძლოა. ჩინეთმა მიიღო დონალდ ტრამპის გამოწვევა და აწესა 34%-იანი საპასუხო ტარიფები ამერიკულ საქონელზე და მზად არის აწარმოოს სავაჭრო ომი, სანამ არ მოიგებს მას. მესამე სცენარი. ცივი ომი 2. თუ ეს სცენარი განხორციელდება, დონალდ ტრამპი აშშ-ს მოკავშირეებთან დათმობებზე წავა. ტოტალური სავაჭრო ომი მსოფლიოს გაყოფს ქვეყნების ორ კონფლიქტურ ბლოკად, აშშ-ს და ჩინეთის მოკავშირეებად. ჩამოყალიბდება მსოფლიოში გავლენის სფეროების დაყოფის ბიპოლარული მოდელი. ილონ მასკის წინადადება ნულოვანი ტარიფების შესახებ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის მხარს უჭერს ამ სცენარს. ეს სცენარი ნიშნავს ცივი ომის ორის დაწყებას აშშ-სა და ჩინეთს შორის გლობალური ლიდერობისთვის. სავაჭრო ომებს მოჰყვება ომები, კონფლიქტები და სახელმწიფო გადატრიალებები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, როგორც ეს პირველი ცივი ომის დროს იყო. როგორ ფიქრობთ, რომელი სცენარია ყველაზე სავარაუდო?